მოგესალმებით ეთერშია STASO TV საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. ანაკლიის სპორტის მშენებლობის პირველადი ფაზა არაუგვიანეს 2029 წელს დასრულდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანაკლიაში უკვე დაწყებულია სამუშაოები. ეს არის დაღრმავების და ტალღმჭერების მოწყობის სამუშაოები. ამ პროექტის პირველი ფაზა დასრულდება არაუგვიანეს 2029 წლისა, თუმცა ტემპების გათვალისწინებით ვფიქრობთ, ბევრად უფრო მოკლე ვადებშიც არის შესაძლებელი პირველი ფაზის დასრულება. ჯამურად პირველი ფაზის ფარგლებში ჩაიდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია და დასრულების შემდეგ პორტი მოემსახურება წელიწადში 600,000-ზე მეტ კონტეინერს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც აუცილებლად სათანადო ვადებში უნდა განხორციელდეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დააკავეს. გივი თარგამაძე ვაკე საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში თავად მას შემდეგ მივიდა, რაც მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. გივი თარგამაძეს ხელბორკილები პოლიციის შენობის შესასვლელთან დაადეს. როგორც მან ჟურნალისტებს შენობაში შესვლამდე განუცხადა, დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. განაჩენი არსებობს, ვიღაცამ ხომ უნდა წამიყვანოს ციხეში და წამიყვანოს ამ ხალხმა, განუცხადა თარგამაძემ ჟურნალისტებს პოლიციის შენობაში შესვლამდე. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ჯვებენ აჭყობიას გადაწყვეტილებით მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამასთან 2019 წლის განაჩენით აღოსრულებელი სასჯელი ჯარიმა 25,000 ლარი დაემატა განაჩენს. განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის მოსამართლე ზვიად შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია. მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია. ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს. საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს აქტივები უნდა გავუყინოთ. დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომა შევუზღუდოთ და საზღვარგარეთ ართადეგების ფუფუნება ჩამოვართვათ. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პერან მუნმა განაცხადა. მისი თქმით, ვიდრე მსოფლიოს ყურადღება სხვა მოვლენებისკენ არის მიმართული, საქართველოს დისკრედიტირებულმა მთავრობამ მომენტი დემოკრატიის ჩახშობის ესკალაციისთვის გამოიყენა. როდესაც ზურაბ ჯაფარიძე ხელბორკილებით მიყავდათ, მან თქვა, ბოლოს ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს იმ კაცის სულისკვეთებაა, რომელსაც თავისუფლების სწამს, მაშინაც კი როდესაც მას ძალით აჩუმებდნენ. ეს იმ კაცის ხმა, რომელსაც უნდა მოусმინონ ამ დარბაზში და მთელს ევროპაში. და ის დაპატიმრებები, როგორც ცალკეულები ვეღარ აღიწერება. პოლიტპატიმრების სიას უნდა დავუმატოთ ნიკა გვარამია, მესამე დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერი, განაცხადა პერან მუნმა. საქართველოში არსებულ ვითარებაზე თუ ახლა არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით. საქართველო მომდევნო დაპყრობილიერი გახდება როგორც ბელარუსია დღეს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ერიკ ნილს კროსმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი ეგრეთ წოდებული მთავრობა საქართველოს 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით მიათრევენ დემოკრატიიდან დიქტატურისკენ. ჯამი სიტყვა მათთვის არ იქნება, ვისაც სუსტი გული აქვს, მაგრამ საქართველოში დღევანდელი ვითარებაც ასეთია. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ევროპის საბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ კონგრესის გენერალურ მდივან მეთიუ მორისს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს. მათივე ცნობით აღნიშნულმა კონგრესმა რამდენიმე თვის წინ მიიღო რეზოლუცია, სადაც ნათქვამია, რომ არსებული საარჩევნო გარემო ვერ უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და შესაბამისად მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს ისეთ ვითარებაში, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნო გარემო. ლელო ძლიერი საქართველოს საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია რუს აქტივისტ ვლადიმირ კარამურზას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით შეხვედრისას განიხილეს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების დაპატიმრება. გეგელიას თქმით, მათ განიხილეს ყველა მიმდინარე საკითხი, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და სხვა პოლიტპატიმრების საკითხი და თქვეს, რომ რა თქმა უნდა ისინი გაიმარჯვებენ ბრძოლაში კრემლის წინააღმდეგ. ვლადიმირ კარამურზამ აღნიშნა, რომ ჩვენ ვიმყოფებით საერთო ბრძოლაში. როგორც ის რუსი აქტივისტი, ასევე ჩვენ საქართველოს დემოკრატიული ძალები ერთი და იგივე რეჟიმის გავლენების, რუსეთის კრემლის გავლენების წინააღმდეგ ვიბრძვით, აცხადებს გეგელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს. უწყების ინფორმაციით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლება სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე. მათ შორის არიან ინდოეთის და ირანის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გარეთ უორდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა. საუბარი შეეხო საქართველოს საკანონმდებლო სიახლეებს უცხოური დაფინანსების შესახებ. ელჩს განემარტა, რომ ახალი კანონმდებლობის შესაბამისი წესების შემუშავების პროცესი დასრულების ეტაპზეა და ყველა დაინტერესებულ მხარეს დაუყოვნებლივ მიეწოდება საჭირო ინფორმაცია. საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ არ უნდა ხდებოდეს სამართლებრივი პროცესების პოლიტიზება და ამგვარად მართლმსაჯულების პროცესზე ზეგავლენის მცდელობები. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. VOX 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შევაჩერეთ. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, საჯარო კონსულტაცია VOX 2025-ში 2 მილიონზე მეტმა ხმამ უნგრეთის მთავრობას დემოკრატიული მანდატები ანიჭა. წინააღმდეგობა გაუწიოს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები წევრ სახელმწიფოებს შორის მხოლოდ ერთხმად შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენ არ დავთანხმდით თუ ომში მყოფ ქვეყანას მივიღებთ რუსეთთან ჩაგვითრავენ, აღნიშნა ორბანმა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მისი აგრესიის შეზღუდვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად რჩება. ახლა საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მართლაც ძლიერი მე-18 პაკეტი. მთავარი სამიზნეები უნდა იყოს რუსული ნავთობი, მისი ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტი, რუსული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, ასევე მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც იარაღის წარმოებისთვის აღჭურვილობას ან ნაწილებს ამარაგებენ. განაცხადა ზელენსკიმ, რომელმაც ევროკავშირის ლიდერებს სამიტზე ონლაინ რეჟიმში მიმართა. მისი თქმით, იმისათვის, რომ ომში რუსეთის მადა შემცირდეს, მისი ნავთობის შემოსავლები უნდა შემცირდეს. რუსებმა უკრაინას შაჰედისა და სხვა ტიპის 363 დრონით, X-47M2 კინჟალის ტიპის 2 აერობალისტური რაკეტით და კალიბრის ტიპის 6 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს. უკრაინელებმა 365 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. პირდაპირ დარტყმები დაფიქსირდა 3 ლოკაციაზე, განეინტრალებული დრონების ნამთხრობების ჩამოვარდნა კი 8 ლოკაციაზე. აცხადებენ საჰაერო ძალებში. მათივე ინფორმაციით თავდასხმის მთავარი მიმართულება ხმელნიცკის ოლქის ქალაქი სტარო კონსტანტინოვი იყო. ევროპასთან დაშორებითა და რუსეთთან პარტნიორობის განვითარებით ქართულ ოცნებას კორუფციასა და რეპრესიებში მონაწილეობის თავისუფლება აქვს. პასუხისგების გარეშე ზუსტად ისე, როგორც მათი უფროსი პარტნიორი მოსკოვში აკეთებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე სენატორმა როჯერ უიკერმა კონგრესში უკრაინის საკითხზე გამართულ მოსმენაზე ისაუბრა, რომლის დროსაც საქართველოს თემასაც შეეხო. ქართულმა ოცნებამ შეაჩერა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, დავამატებდი ტრაგიკულად. ევროპასთან დაშორებითა და რუსეთთან პარტნიორობის განვითარებით ქართულ ოცნებას კორუფციასა და რეპრესიებში მონაწილეობის თავისუფლება აქვს პასუხისგების გარეშე. ზუსტად ისე, როგორც მათი უფროსი პარტნიორი მოსკოვში აკეთებს, აღნიშნა სენატორმა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულმა დარტყმებმა ფართო და სერიოზული ზიანი გამოიწვია. ინფორმაციას CNN ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. უნდა ვთქვა, რომ ზიანი ფართო და სერიოზულია, მაგრამ უნდა მოვიდნენ თუ არა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები და უნდა იყვნენ თუ არა სრულად ინფორმირებულები, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის კანონის შესაბამისად უნდა იქნას მიღებული. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროების უზენაესმა საბჭომ უნდა მიიღოს, განაცხადა არაღჩი. შეგახსენებთ, ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ქვეყნის თანამშრომლობის შეჩერებას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ირანის უშიშროების უზენაესმა საბჭომ უნდა მიიღოს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.